მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ გრძელდება ჩვენი ონლაინ საკვირაო სკოლის შეხვედრები. დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. სამების დოგმატზე გვექნება საუბარი. ხშირად მორწმუნეები სვამენ კითხვას და ვერ იგებენ თუ როგორ არის ერთ არსი და სამპიროვანი სამება როგორ არის ღმერთი, რას ნიშნავს მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა. ასევე ჩვენ შევეხებით განკაცების დოგმატს. ეს ორი დოგმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოგმატები ქრისტიანული სარწმუნოების სათავე არის ეს ორი დოგმატი და აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა დოგმატი. შევეხებით და ვისაუბრებთ თუ სამების რომელი ჰიპოსტასი განკაცდა ჩვენი ხსნისათვის და ასევე ჩვენს მოხსენებელს გაბრიელს მომზადებული აქვს პრეზენტაცია რუბლიოვის სამების იკონოგრაფიის შესახებ, თუ რა არის ამ ხატზე გამოსახული და ყოველივეს მიმოიხილავს გაბრიელი. მე ის გადამრჩენია, რომ გაბრიელს გადავცე სიტყვა, მივესალმები გაბრიელს და წარმატებებს უსურვებ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ გაბრიელ და ასე გვიდგახარ გვერდით. საღამომშვიდობისა, მადლობა თქვენ პირველ რიგში და ხომ რაღაცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემაა ეს თემა და თვითონ ამ ხატის აღმოჩენა ჩემთვის რაღაცა ახალი სამყაროს აღმოჩენა იყო და ვცდილობ ხოლმე რომ სხვებსაც გავუზიარო, რა თქმა უნდა, ეხლა თუ მსმენელებში გვყავს ხატმწერები, მათ ეცოდინებათ მისი ისტორია და მისას ამ ხატის სიღრმეები. მაგრამ მე ვეცდები რომ რაც მოვამზადე ის წარგიდგინოთ თქვენ და შემდეგ უკვე თქვენ შეაფასეთ ეს ყველაფერი. მადლობა მირზა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და გაიხარეთ შეგეწიოთ ყოვლადწმინდა სამება. ახლა ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ სლაიდი თუ ჩანს ეკრანზე და სხვა რამე ხო არ ჩანს ცხელი შემშლელი რამე ესეთი. ჩანს გაბრიელ, კარგად ჩანს. კი ბატონო. კარგით, მაშინ მოდით დავიწყოთ და ჩვენი თემა, როგორც უკვე იცით, ეს ეხება წმინდა ანდრია რუბლიოვის სამების ხატს და ეს ხატი ალბათ ყველა თქვენგანს ნანახი აქვს ტაძრებში ან შეიძლება სახლებშიც გაქვთ და ერთი შეხედვით არის ყველაზე უბრალო ხატი, თითქოს რაიმე განსაკუთრებულს ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ აი ანდრიას ოსტატობა და ანდრიას სიღრმე ჩანს აი ამ ხატის თითოეულ დეტალში და აი თქვენს შემდეგ უკვე რომ მოისმენთ, ნახავთ რამდხელა ასე ვთქვათ, ცოდნა და როგორი დიდი ღვთისმეტყველება იმალება, აი უბრალოდ არის დაფარული ამ ხატის მიღმა. და მოდით გადავიდეთ ჩვენს თემაზე. და თქვენს წინაშე არის ახლა ცოტა ისეთი ხატი არის, მოდეს ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ არ გამოისახება არც მამა ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი მხოლოდ ფრაგმენტულად გამოისახება ხოლმე, ეს არის ნათლისღების ხატზე, ასევე სულთმოფენობის ხატზე და იცით, რომ ნათლისღების ხატზე მტრედის სახით გამოისახება, ხოლო სულთმოფენობის ხატზე ცეცხლოვანი ენების სახით, რომლებიც მოციქულებს ადგას თავზე. პირველი ასე ვთქვათ, რაც თქვენ თვალში მოგხვდებათ, ეს არის ამოვწერე წმინდა ანდრია კრიტელის კანონიდან ესეთი ასე ვთქვათ, მუხლი, წმინდა სამების მუხლი, სამება ვარ სრული, განყოფილი პირებითა და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი. აი ამ საგალობელს სულ ცოტა ხანში მთელი კვირის მანძილზე მოვისმენთ ჩვენ ეკლესიებში ანდრია კრიტელის კანონებზე და უბრალოდ რატომ აქვს ეს მოქცეული თავში და რატო გავამახვილეთ ამაზე ყურადღება. საქმე ეხება იმას, რომ როდესაც სამების დოგმატზე იწყება საუბარი, ეს არის საფრთხილო თემა. და ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და ყველა ღვთისმეტყველი ერიდება ხოლმე ამაზე საუბარს და ახლა მე
მათთან მიმართებაში არც არავინ არა ვარო ამ ასეთ დიდ თემაზე დავიწყო საუბარი. უბრალოდ აი ჩვენი გონებისთვის რა დონეზეც შეიძლება რომ მარტივი თუ შეიძლება ითქვას აღსაქმელი იყოს ეს ყველაფერი, აი ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის ასე ვთქვათ ღმერთის ასე ვთქვათ თვისებები, მოდი ესე ვთქვათ. უფრო მარტივი არის თქვა ის რა არ არის ღმერთი, ვიდრე თქვა ის თუ რა არის ღმერთი, ამასაც ამბობენ მამები და აი ეს სიტყვები მოდი გქონდეს ასე ვთქვათ ლეიტმოტივად, რომ რა არის ღმერთის ბუნება, მისი ასე ვთქვათ სამი პიროვნება, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი და ერთი საღვთო, ესე იგი ერთღვთაებრივი ბუნება. კარგით, მოდით დავიწყოთ და ასე ვთქვათ საუბარში უკვე გამოიკვეთება კიდევ სხვადასხვა თემები. როგორც დავინახე, პატარებიც გვესწრებიან და მე ვეცდები, რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად არ გავართულოთ ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ მეც ჩვენს გვიჭერს ხოლმე ეს თემებზე სიღრმისეული საუბარი. თან უკვე ვთქვით, რომ ცოტა საფრთხილოა ეს ყველაფერი. და ნახეთ, აი არსებობს რუბლიოვის სამება, ესე იგი არსებობს ღმერთი. ეს ეკუთვნის ერთ-ერთ ეპისკოპოსს და აი მისი ერთგვარი შეფასება არის წმინდა ანდრია რუბლოვის აი ამ ნაწარმოების, მოდი ესე ვთქვათ და ეს ხატი წარმოადგენს მის ერთ-ერთ ცენტრალურ ქმნილებას, აი შემოქმედებას, როგორც არსებობენ მაგალითად დიდი მწერლები, რომლებსაც აქვს რაღაც საკულტო ნაწარმოებები დაწერილი, აი ასევე არის ანდრიას შემოქმედებაში ეს ხატი. და ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმაზე, თუ ვინ იყო ანდრია რუბლოვი, ეს იყო მე-14-მე-15 საუკუნეებში მოღვაწე ბერი, იყო ხატმწერი და იყო ესე იგი წმინდა სერგის სულიერი შვილი, მემკვიდრე, გამგრძელებელი მისი გზის ერთ-ერთი შეიძლება ესეც ითქვას და მისმა ფუნჯმამ და მისმა მარჯვენამ შექმნა ესეთ დიდებული ხატი. თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი სამი ანგელოზი, თითქოს სამი ასე ვთქვათ უბრალო ანგელოზი, რომელიც შეიძლება სხვა ხატებზეც ნახოთ მსგავსი იერსახით, მაგრამ რა ხდება აი აქ? რა ხდება ამ ხატზე? თქვენ ესე იგი ხედავთ ესეთ ამბავს. ჩვენს წინაშეა სამი ანგელოზი და მათ უკან არის კიდევ ფონი. ეს არის თვითონ ეს ძველი ხატი, რაც არის და ხედავთ დროის მხრივ როგორი დაზიანებულიცაა და ცოტათი ხო დრო მაინც შელახა ეს ხატი. მას ჰქონდა რაღაცა გარკვეული პერიოდი ოქროს ჭედურობა, რომელიც შემდეგ ახსნეს და ახლა ღია სახით ინახება მუზეუმში და სანამ უშუალოდ ასე ვთქვათ გადავალთ იმაზე თუ რა არის დაფარული აი ამ ხატის მიღმა, მოდი ვთქვათ ის თუ რა არის ღმერთის ერთ-ერთი პირველი თვისება, ერთ-ერთი კი არა, უმთავრესი ალბათ, რაზეც საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ეს გენიალური სიტყვები, ღმერთი არის სიყვარული, უკავშირდება მას და ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი უპირველესი თვისება ღმერთისა, მოდი ესე ვთქვათ, რომელთანაც პირდაპირ არის გაიგივებული ის და თქვენ იცით წმინდა წერილიდან, რომ როდესაც ღმერთი ქმნის სამყაროს და ქმნის ასე ვთქვათ ადამიანსაც, აქ არის მთელი რიგი პროცესი არა აღწერილი წმინდა წერილში და მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ. ესე იგი ესე იგი ღმერთის შემოქმედების ასე ვთქვათ შესაქმნის დღეებში თქვენ როცა წაიკითხავთ ამ წიგნს ან წაკითხული გაქვთ ვიცი და ჩვეულებრივად კითხულობთ ხოლმე ხშირად, ყველას გემახსოვრებათ დასაწყისი ნაწილი. დაბადების წიგნის პირველივე თავები, რომ იქ ქმნის, რა ქვია, ნათელს და ამბობს, რომ კეთილია, იქ ქმნის ცას, ვარსკვლავებს, ცხოველებს, ფრინველებს და ასე შემდეგ. და როდესაც წმინდა წერილის თხრობა მიდის ადამიანის შექმნამდე, აქ თითქოს გარკვეული პაუზა არის. და არის ესეთი მუხლები, რომ შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატებისებრ და მსგავსებისებრ. და თითქოს აქ უკვე იკვეთება, რომ ღმერთი ეთათბირება ვიღაცას. ან თათბირობს სადღაც და
პირველესად უნდა ითქვას ის, რომ უნდა დაისვას კითხვა, ვის ეთათბირება ღმერთი. თუ ვიტყვით, რომ ანგელოზებს ეთათბირება, ეს არ იქნება პასუხი, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი რაიმეს ქმნის, ასე ვთქვათ, ანგელოზს არ ეკითხება მაგალითად რჩევას, ანგელოზს არ ეკითხება აზრს არა, ის ქმნის და ანგელოზი ემსახურება მას მის ერთ ასე ვთქვათ, ნიშანზე ანგელოზი აღასრულებს უკვე ღმერთის ნებას. და აი აქ ანდრიამ გამოსახა ეს რაღაცა საღვთომარადიული თათბირი, ანუ რა არის ეს თათბირი, რომ ღმერთი ქმნის სამყაროს, ღმერთი ქმნის ადამიანს თავის ხატების და მსგავსებისებრ და ხდება ესეთი მოვლენა, რომ ღმერთმა წინდა იცის, რომ მის მიერ შექმნილი ადამიანი დაეცემა და აი ამ დაცემის, ასე ვთქვათ, გამოსასწორებლად და ადამიანის აღსადგენად საჭირო იქნება ეს ღვთაებრივი მსხვერპლი, ანუ ის რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ძეღმერთის განკაცება. ანუ აი ეს ყველაფერი ღმერთმა წინდა იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას იმდენად დიდი სიყვარული აქვს და იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, ღმერთი ხარობს თავისი ქმნილებით და უნდა რომ მისმა ქმნილებამაც იხაროს მასთან ერთად და აი ამ გადამეტებული სიყვარულის, ასე ვთქვათ, გამოვლინება არის ესეც. და აი ესეთი მუხლები გვაქვს ჩვენ აქ მოყვანილი, ნახეთ, ესე იგი ყვითელ გრაგნილზე, უფრო სტაფილოსფერ გრაგნილზე გვიწერია ესეთი მუხლები, რამე თუ ფიცხელ არს ვითარცა სიკვდილი, სიყვარული. წყალსა მრავალსა ვერ ძალუც დაშრეტა სიყვარულისა. აი სიყვარულის თვისებებზე აქვს საუბარი, ასე ვთქვათ, ქებათა ქებაში სოლომონს და ხედავთ აი მის ერთ-ერთ უმთავრეს თვისებას, ესე იგი ცეცხლივით ფიცხელი არის ეს სიყვარული და უამრავი წყლის ნაკადსაც არ შეუძლია რომ ეს ცეცხლი დაშრიტოს, ანუ ეს სიყვარული დაშრიტოს. სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი. მან უძლურებანი ჩვენი მიიხונה და სნეულებანი ჩვენი იტვირთნა. ღმერთი არავისა და იხილა მხოლოდ ჩობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქვა. ეს ბოლო უკვე იოანეს სახარებიდან და აი თქვენ შენიშნავდით ალბათ, რომ ესე იგი შენ ნებას აღვასრულებ შენი სიყვარულით. აი ესაიასთან არის ეს მუხლები მოტანილი და რაზე არის საუბარი აქ ეს ბევრნაირად შეიძლება ჩვენ გავიგოთ და უმთავრესი ალბათ არის ის, რომ როდესაც ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს საუბარი იმაზე, რომ როგორ უნდა მივემსგავსოთ ღმერთს და როგორ უნდა ვაკეთოთ კეთილი საქმეები, აი ეს სიტყვები არის ალბათ ერთ-ერთი ამომავალი წერტილი, ანუ ყველაფერს ვაკეთებ სიყვარულით, არა მარტო რწმენა და არა მარტო საქმეები, არამედ აი ეს სიყვარული უნდა მქონდეს, რომ აი ამ ყველაფერს მქონდეს აზრი. იმიტომ რომ სხვაგან თქვენ იცით, პავლე მოციქული ესეთ სიტყვებს ამბობს, რომ ესე იგი მთების გადაადგილებაც რო შემეძლოს, მიცვალებულებსაც რო აღვადგენდე და სიყვარული არ მქონდეს, არაფერი ვარ და ვარ როგორც ასე ვთქვათ, რკინა, რომელიც ჟღარუნობს და მეტი არაფერი, ეს უსულო ცივი რკინა. და აი ამის ქვეშ ჩვენ გვიწერია, ნახეთ, მან უძლურებანი ჩვენი მიიხונה და სნეულებანი ჩვენი იტვირთნა. ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება აი ამ სიყვარულის და რა სიყვარულის? ღმერთის სიყვარულისა ადამიანისადმი, ანუ იმ სიყვარულისა, რომელმაც ასე ვთქვათ, მოგვიტანა ჩვენ ცხოვრება და ხსნა. აი ამიტომ განკაცდა ღმერთი, ამიტომ დაითმინა ჯვარცმა, ამიტომ დაითმინა ამდენი ტანჯვა, ცილესწამება და დაცინვა, რომ აი ჩვენ გამოვეხსენით და ავეყვანეთ უფრო დიდ პატივში, ვიდრე მანამდე ვიყავით. და ისევ აი სიტყვები, ღმერთი არავის სადაუხილავს, უკვე თუ ვიყვარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩვენ შორის გიეს და სიყვარული მისი ჩვენ შორის აღსრულებულ არს. ესეც იოანეს დიდებული სიტყვებია და მოდით მე ცოტა გადავალ შემდეგ სლაიდზე, აი აქაც მოტანილი გვაქვს ჩვენ მუხლები და არ დაგხლით ბევრს, უბრალოდ მინდა რომ ეს ჩავიკითხოთ და ნახოთ კიდევ აი როგორ გამოხატავს იოანე მახარებელი, ასე ვთქვათ, აი ამ სიყვარულის
ასე ვთქვათ, გრძნობას მრავალმხრივ ახსენებს ის თავის ეპისტოლეებში ამას და იცით, რომ მას სიყვარულის მახარებელსაც ეძახიან. და ეხლა ჩვენ რა ციტატებსაც წავიკითხოთ, ალბათ კიდევ ერთხელ დავწუნდებით, რომ ეს სახელი მართლაც რომ არის ერთ-ერთი ზუსტი აღმწერი იმისა, თუ რატო ეძახით მას სიყვარულის მახარებელს. ნახეთ, ესე იგი, საყვარელო გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის. ვისაც უყვარს, ღვთისაგანაა შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილიძე მოავლინა ამ ქვეყნად, რაითა მისი წყალობით ვსხონდეთ. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად. საყვარელო, თუ კი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ღმერთი არავის არასდროს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარულის სრულყოფილებას აღწევს ჩვენში. იმით შევიცნობთ, რომ მასში მკვიდრობთ, ხოლო ის ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად, ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის ღმერთში. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი მასში. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში, რათა გულდადნობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს, რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს, ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნელია სიყვარულში. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. ხო, ცოტა მე მგონი გადაგღალეთ ამ ხელა ციტატით, მაგრამ აი ვფიქრობ, რომ აი აქ ძალიან კარგად არის ჩატეული აი ამ სიყვარულის ახსნა, თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული და როგორ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენს ქრისტიანებიც, რომლებიც ვართ აი ამ ასე ვთქვათ დიდი და ასეთი სახელის მქონე მატარებლები, რასაც ქვია ქრისტიანობა. და აი აქ თქვენ ხედავთ სამების ხატის მრავალმხრივ ვერსიას. თქვენ ხედავთ აქეთ უამრავ ხაზზე უკანა პლანზე არის გამოსახული მამამთავარი აბრაამი, ასევე სარა, მისი მეუღლე, არის აი სხვადასხვანაირად აი ფრაგმენტები არის მოცემული და აი აქ თუნდაც მსახური როგორ ჭრის, ასე ვთქვათ, დასაკლავ კრავს, რომ მიართვას სტუმრებს სუფრაზე და როგორ ემსახურებიან აბრაამი და სარა მათთან მისულ სტუმრებს. და მოდით ვთქვათ, ახლა რა შუაში არიან აბრაამი და სარა და საერთოდ რა შუაში არის თუნდაც აი ეს დასაკლავი მოსვერი. და მოდით მე ცოტა უკან გადავალ აი ამ სლაიდზე. და ახლა ვთქვათ, უკვე გადავიდეთ ჩვენს თხრობაზე. საქმე ის არის, რომ როდესაც აი ჩვენ ეს სიყვარულის მუხლები წავიკითხეთ, ჩვენ ვეცადეთ, რომ მინიმალურად მაინც ადამიანისადმი და ჩვენც როგორ გვმართებს ცხოვრება. და მოცემულ ხატზე შეიძლება ითქვას, რომ წმინდა წერილის რამოდენიმე ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, მონაკვეთი აქვს გამოყენებული ანდრიას აი ამ ხატის დასაწერად და ერთ-ერთი არის მაგალითად ის ფრაგმენტი, რომელიც ასახავს ძველი აღთქმის დაბადების წიგნის ერთ-ერთ კონკრეტულ მონაკვეთს და საუბარი არის იმაზე, რომ მამამთავარი აბრაამი, თქვენ კარგად იცით წმინდა წერილიდან, რომ იყო ძალიან სტუმართმოყვარე და ის არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება, ის არის ღმერთის მეგობრად იწოდება, ხომ? და ხდება ესეთი რაღაც, რომ მას ჰქონდა ესეთი თვისება, რომ აი იყო ესეთი სტუმართმოყვარე
და იცით უკვე რომ ამ სიცხეში, შუადღის სიცხეში და ისეთ მზეში, როდესაც ასე ვთქვათ ადამიანი შეიძლება ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს დასვენების ან რაღაც ცოტა ხნით მოსვენების მოთხოვნილება, აბრაამი გადიოდა ხოლმე თავის სახლის ღრუბლზე და გამოვლენებს იპატიჟებდა თავისთან. და დაასვენებდა მათ, გაუმასპინძლდებოდა და შემდეგ უკვე ეს ხალხი აგრძელებდა თავის გზას. და ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის, ერთ-ერთი ასეთი დღე არის აბრაამი დილიდანვე გადის, ასე ვთქვათ, რომ ხალხს დახვდეს თუ კი იქნება ვინმე გამვლელი და შეიპატიჟოს და უმასპინძლოს მას და მოკლედ მთელი დღე ისე გადის, რომ არავინ არ ჩანს და უცბად და ის სადღაც მზე რო აჭერს და რომ გადადის შუადღე უკვე და გავარვარებული რო არის მთელი სამყარო, მოდის მასთან სამი სტუმარი, სამი ანგელოზი იქნებათ, ასე ვთქვათ, და აბრაამი ხვდება, რომ ესენი არ არიან უბრალოდ სტუმრები. და საინტერესოა ის, რომ წმინდა აბრაამი აი ამ სტუმრებს მიმართავს მხოლობით ფორმაში და როგორც ერთ უფალს ისე ესაუბრება. და უნდა აღინიშნოს ის, რომ აი ეს სამი ანგელოზი, რომელიც მასთან მიდის და შეიპატიჟებს, ხო? იქ აბრაამი გაშლის სუფრას, გაშლის ტრაპეზს, დაუძახებს მსახურებს, დაუძახებს მეუღლეს და იწყება სამზადისი, რომ გაუმასპინძლდნენ აი ამ სტუმრებს. მაგრამ მრავლობიჩი კი არ მიმართავს აბრაამი ან დაბრძანით ან ასე და ასე. მიმართავს მხოლობიჩი, როგორც გითხარით. და ეს არის კიდევ ერთ-ერთი მინიშნება იმისა, რომ აბრაამი ძალიან კარგად იცის, ვინ არის მასთან სტუმრად. და თქვენ თუ დააკვირდებით, როდესაც აი ეს მღვდელი წირვაზე ამბობს ასამაღლებელს, ხო? იქ არ ამბობს, რომ მაგალითად თქვენ და დიდებაშვენის ან რაღაცას მრავლობიჩი არ ასე ვთქვათ, წარმოთქოს ასამაღლებელს და ამბობს, რომ შენ და დიდებაშვენი სიტყვაზე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატი, ასე ვთქვათ, მთელს მართლმადიდებლურ საქრისტიანო სამყაროში, რომ არის ღმერთი ერთი, ბუნების და სამპიროვანი. აი სამივე პირი, ყოვლადწმინდა სამების, ხომ, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი, რომელსაც აქვთ თანაბარი მოქმედება, აი რაც უნდა მამას, ის უნდა ძესაც, ის უნდა სულიწმინდასაც, რასაც იქმს სიტყვაზე ძე, იმას იქმს მამას და სულიწმინდას და ასე შემდეგ. ხო, ანუ სამივე არის, ასე ვთქვათ, სამივეს ერთი, აი ჩვენ ლექტორები ასე გვეუბნებოდნენ, ერთი გამოშლა, ერთი ნება, ერთი მოქმედება. აი ეს არის ღმერთის, ასე ვთქვათ, რამოდენიმე თვისება. და აი ნახეთ, იქ როდესაც საუბარია აბრაამის, ისევ წმინდა წერილს რო დაუბრუნდეთ, საუბარი არის იქ სხვადასხვა თემებზე და ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ ღმერთი ეუბნება აბრაამს, რომ შენ გეყოლება მომავალ წელს ძე, რომელსაც დაარქმევ, ასე ვთქვათ, ისააკს და უბრალოდ ამას მე ეუბნება, იმიტომ რომ როდესაც ეტყვის, რომ შენ გეყოლება ძე, ამაზე აბრაამის ცოლს გაეცინება, რომელიც ამ დროს არ იმყოფება უშუალოდ ტრაპეზთან, კარავში არის შიგნით შესული და უცბად ეს ხმა სარასაც ეტყვის, რომ რატომ გაიცინე. და სარაც ხვდება, რომ ეს ჩვეულებრივი სტუმრები არ არიან მასთან და შემდეგ უკვე ერთი წლის თავზე, როგორც ეტყვის აი ეს ერთ-ერთი სტუმარი, ისე მოხდება და ეყოლება ძე და დაარქმევენ ისააკს, რაც ნიშნავს სიცილს. და შემდეგ უკვე სხვაგან გადადის წმინდა წერილის თხრობა და იმაზე არ დავიწყებთ საუბარს, იმიტომ რომ ცოტა შორს წავალთ. და მოდი ვთქვათ რა, ნახეთ, აი ეს მონაკვეთი არის გაცოცხლებული აი ამ ხატზე. სადაც თქვენ ხედავთ, ნახეთ, სამი სტუმარი და თუ დააკვირდებით უკან, არც აბრაამი ჩანს და არც სარა. აი მოდი ვთქვათ, ანდრია რუბლევმა აი ამ ტიპის ხატით, ხომ, ამ სტილის ხატით მოახდინა თავისი, ასე ვთქვათ, გენიალურობის კიდე ერთი დამტკიცება. ის კი არ ამტკიცებდა, რომ გენიალური ვარ და რაღაც აი შეიძლება ხელოვან ადამიანებს აქვთ ხოლმე ეს ის, რომ ქმნიან ისეთ ნაწარმოებს, ისეთ შედევრს, რომ აი მაგალითად ხალხის თვალში მოიპოვონ აღიარება და თქვა, რომ ეს გენიალური ნაწარმოებია მართლა და ამის გარდა ვერავინ არ შექმნიდა. ხო, აქ სხვა ფაქტორია, აქ ზუსტადაც რო სულიწმინდის მადლი მოქმედებს და აი მოდით გადავიდეთ თხრობაზე. მე პირველ რიგში გკითხავთ, აი ესეთ კითხვას დაგისვამთ, თქვენ ახლა უყურებთ აი ამ ხატს. თქვენი აზრით ამ ხატზე რომელი ანგელოზი შეიძლება
იყოს ძეღმერთის სიმბოლო. აი რომელი ანგელოზი შეიძლება ჩათვალოთ ძეღმერთად აი ამ ხატზე. შუაში რომ არის ის. შუაში რომ არის ის. კი ბატონო, რატო ჩათვალეთ აი შუაში რომ არის ის? თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი რატომ მიფიქრეთ მაგალითად? არ ვიცი, მაგრამ ანუ ესე მგონია რა ვიცი. კი ბატონო. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ მაშინ. ალბათ ერთ-ერთი უპირველესი რამაც გაფიქრებინათ თქვენ რომ შუაში გამოსახული ანგელოზი არის ძეღმერთის ასე ვთქვათ სიმბოლო. არის მისი შესამოსლის ფერები ალბათ. იმიტომ რომ იესო ქრისტესაც აცვია წითელი და ლურჯი ფერებია რა. და აი მოდი ახლა გადავიდეთ ფერთა სიმბოლიკაზე აი ამ ხატის ირგვლივ. თუ დააკვირდებით აი ამ ანგელოზს, რომელიც მარცხენა მხარეს ის, ხო? შემოსილი აქვს რაღაცა ცეცხლისფერი, ყვითელი, სტაფი, რაღაც ესეთი ფერის მანტია, უფრო ცეცხლისფერი მანტია და შიგნით ლურჯი ფერია და თუ დააკვირდებით აი ამ შესამოსლის ნაწილებზე აი ეს ჭრდილები, ასე ვთქვათ, თითქოს ირეკლავს აი ამ ყველაფერს და შიგნიდან ანათებსო ეს ლურჯი ფერი. ლურჯი ფერი არის, ვაისა წავიდა, უკაცრავად. ლურჯი ფერი არის, ასე ვთქვათ, საღვთო საიდუმლოების, აი მიუწვდომელი საიდუმლოების ჩვენთვისაც და ანგელოზებისთვისაც აი ამისი სიმბოლო, ღმერთის ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, თუნდაც ბუნება, უბრალოდ ხო, აი ეს ღმერთის საიდუმლოების გამოუთქმელობა და თუ დააკვირდებით, მარცხნივ მყოფ ანგელოზს ძალიან პატარაზე უჩანს აი ეს ლურჯი ფერის შესამოსელი შიგნიდან, იმიტომ რომ დაფარული არის, როგორც გითხარით, გარშემო მანტიით და თუ დააკვირდებით შუაში მყოფ ფიგურას, აი ამას გარედან აქვს ეს ლურჯი ფერი შემოსილი და შიგნიდან წითელი ფერი არის, ეს რომელი, ასე ვთქვათ, პატრიცებისთვის და პატრიციებისთვის დამახასიათებელი ის არის, რა ქვია, ჭრილია, რომელიც გასდევდა მთელ შესამოსელს და ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანი იყო სამეფო გვარის ჩამომავალი მაგალითად ან სამეფო გვარის წევრი და არ იყო მაგალითად ჩვეულებრივი ადამიანი და თუ დააკვირდებით იესო ქრისტეს ხატებზე ყოველთვის აქვს ხოლმე მსგავსი ის გამოსახული, როგორც ერთ-ერთი კიდე მინიშნება იმის, რომ ის არის ჭეშმარიტი მეუფე და ღმერთი. და მესამე ანგელოზი, რომელსაც მწვანე ფერით არის გარედან შემოსილი და შიგნიდან აი ამასაც უფრო ფართოდ უჩანს აი ეს ლურჯი ფერის შესამოსელი. და ეს არის, მოდი ვთქვათ, სულიწმინდა ღმერთის ასე ვთქვათ, სიმბოლო. თქვენ იცით, რომ მწვანე ფერი არის სიცოცხლის და მარადიული სიცოცხლის და სიხარულის სიმბოლო და სულთმოფენობის დღესასწაულზე თქვენ იცით, რომ ტაძრები ირთვება არასოს მწვანე, ასე ვთქვათ, მცენარეებით და სიმწვანით და ესეც არის ერთ-ერთი მიმანიშნებელი ამისა, რომ აი ზუსტად მესამე ანგელოზი არის, ასე ვთქვათ, სულიწმინდის ჰიპოსტასის, ასე ვთქვათ, გამომხატველი და მისი, ასე ვთქვათ, აი ლურჯი ფერიც, ეს საიდუმლოებებიც, რომლებიც, ასე ვთქვათ, აღსრულდება ეკლესიაში, აი სულიწმინდის მადლით არის ყველაფერი შეკავშირებული და შეერთებული. რაც შეეხება შუაში მყოფი ანგელოზის, მოდი ესე ვთქვათ, ძეღმერთის აი ამ ლურჯ შესამოსელს, ეს გაგახსენებთ სახარებიდან იოანე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომ მხოლოდ შობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გამოთქვა. ხო, ღმერთი არავის არ დაიხია, მხოლოდ შობილმა ღმერთმა, რომელი იყო წიაღდაშინო მამისათა, მან გამოთქვა. ანუ ძეღმერთმა ჩვენ ადამიანებს, კაცობრიობას ზოგადად განგვიცხადა ეს ღვთაებრივი ასე ვთქვათ, საიდუმლო და სიბრძნე და თუ დააკვირდებით, აი ეს კურთხევასავით ეშვება მისი აი ეს შესამოსლის აი ეს ნაწილი, აი აქ მოთავსებულ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურაზე. ეს არის თასი, რომელშიც მოთავსებულია კრავის თავი და ეს არის ერთ-ერთი, აი აქედანაც მინიმალურია იყო წმინდა ანდრიამ და ასე ვთქვათ, ზედმეტი, ასე ვთქვათ, დეტალები აღარ დაიტანა, მხოლოდ და მხოლოდ კრავის თავი. და თუ დააკვირდებით, ესე იგი, ჩვენ
აი აქ ხედავთ მამა ღმერთს, ძე ღმერთს და სულიწმინდა ღმერთს. ნახეთ ეს ყველაფერი ხო ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ არის სიმბოლური გამოსახულების ანგელოზების კუთხით აი ამ სცენიდან გამომდინარე და ნახეთ მარცხნივ ყოფა ეს ანგელოს თავი უფრო სწორედ აქვს მიმართული და გადახრილი არის აი ამ ორი ჰიპოსტასის, აი ამ ორი ანგელოზისკენ. რომელთა მზერაც მიმართული არის აი მისკენ, ხო, ეს მამისკენ. ანუ ეს რა არის? ნახეთ, ესე იგი სამყარო როცა იქნება, როდესაც ღმერთი ასე ვთქვათ, ქმნის რაღაცას, ქმნის როგორ ხო ძის მიერ სულიწმინდაშია ესეთი ისა გვაქვს პოსტულატი არსებობს მართლმადიდებლობაში, რომ მამისგან ძის მიერ სულიწმინდაშია იქმნება სამყარო, თუნდაც. და ნახეთ, თათბირი რო გავიხსენოთ, აი ისევ დაბადების წიგნის და როდესაც ღმერთმა უნდა შექმნას ადამიანი. აი რა თათბირია ეს? აი ზუსტად ის თათბირია, რომ როდესაც ადამიანი შეიქმნება, ის დაეცემა და მის გადასარჩენად საჭირო იქნება შენი განკაცება და შენ უნდა იტვირთო ეს ტვირთი, რაზეც ასე ვთქვათ, რაც არის აი ამ ადამიანების გამოხსნის საფასური. და ნახეთ, აი აქ თუ ჩანს კარგად აკურთხებს მამა, მაკურთხეველი მარჯვენა უჭირავს და ძესაც აი აქ მაკურთხეველი ის აქვს, რა ქვია, მაკურთხეველი მარჯვენით უჭირავს ხელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე ვთქვათ, ძე ღმერთი საკუთარი ნებით და აი კიდევ ერთხელ და ვიტყვით აი ამ სიყვარულიდან გამომდინარე და იმიდან გამომდინარე, რომ ის აღასრულებს მამის ნებას, ის თანხდება, რა თქმა უნდა, თავდაპირველად დასაწყისშივე თანხდება ამ ყველაფერს და იწყება ხო გამოხსნის პროცესი და თუ დააკვირდებით, გარკვეულ დინამიკაში არის მოყვანილი ეს ფიგურა, თითქოს უნდა წამოდგეს და აიღოს აი ეს თასი, რომელიც აი აქ დგას. და ალბათ გაგახსენდებათ აი ეს ცხოვრების სასმისი, მოდი ესე ვთქვათ და გაგახსენდებათ ალბათ იესო ქრისტეს ლოცვაც გეციმანის ბაღში, როდესაც ის თხოვს, რომ აარიდოს ღმერთმა ეს სასმისი, მაგრამ ამატებს ასევე იმ სიტყვებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენთვისაც, რომ იყოს არა ისე როგორც მე მნებავს, არამედ ისე როგორც შენ გნებავს. ანუ ადამიანის მიერ, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანი უმორჩილებს თავის ნებას, ღმერთის ნებას, მისი საქმე იქნება ყოველთვის კურთხეული, რაც არ უნდა დიდი სირთულეების წინაშე იდგეს, ხომ და თუ ასე ვთქვათ, გვინდა ქრისტესთან ერთად სუფევა, აი ეს სუფევა ისე არ მოდის, აქ საჭირო არის ის, რომ მასთან ერთად გავიაროთ გოლგოთა და მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს. და მოდით განახებთ შემდეგ სლაიდს, რომ გადავიდეთ აი უფრო თვალსაჩინოდ, რომ განვიხილოთ კიდევ რაღაცები, აი აქ ორად არის გაყოფილი სლაიდი და თქვენ ნახავთ, ისევ და ისევ აი აქ ჯერ ისევ ანგელოზებზე ვისაუბროთ და აი აქ ნახავთ თქვენ რას ნახეთ, ესე იგი ჩვენ თქვით ის, რომ აი ეს თათბირი მიმდინარეობს, მოკლედ წმინდა სამების, ასე ვთქვათ, აი ამ სხვა მამის, ძის და სულიწმინდა შორის ეს მარადიული თათბირი თითქოს, ხო? და ხდება ესეთი რამ, აი თუ დააკვირდებით ფერადი ხატის მხარეს, ხო? ესე იგი, აი ამ ორივეს აქვს მაკურთხეველი მარჯვენა და სულიწმინდა ღმერთს ესე თითქოს გაშლილად უდევს მტევანი და ეს არის აი იმის სიმბოლო, რომ აი ეკლესიაში ყველაფერი და სამყაროში ყველაფერი ხდება, ასე ვთქვათ, აი ამ სულიწმინდის მადლის წყალობით, რომ არა სულიწმინდის მადლი, ალბათ ხო, ჩვენს აქამდე ვერ მოვიდოდით და მოკლედ მისი წყალობა არის ის, რომ დღესაც ჩვენს ცოცხლები ვართ
გარდა ამისა ის რომ სამყარო არსებობს და რო გვაქვს იმის ბედნიერება ვეზიაროთ აი ამ საღვთო საიდუმლოებებს. და თუ დააკვირდებით, მათი ანგელოზების ფრთები რაღაც მონაკვეთებში ერთმანეთს კვეთს და ერთმანეთს ეხება. მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ ასე ვთქვათ, სურათს გვთავაზობს წმინდა ანდრია, რომ აი მათი ეს წიაღი ხო, ასე ვთქვათ, ეს შიდა სამყარო, ეს შიდა ნაწილი ხო, თითქოს მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, აი უკანაც ხდება, თუნდაც მათ, აი ყველაფერს ხო ეგ რაღაც სახლი ჩანს, აქ ხე და კლდე, ამაზეც ვისაუბრებთ. და აი აქ ახლოდან გთავაზობთ აი ამ გამოსახულებებს, აი ეს არის ის ანგელოზი, რომელიც აი მამა ღმერთთან არის გაიგივებული, ეს არის ძე ღმერთი, ახლოდან რო შეხედოთ მათ მზერას, საიდკენაც არის მიპყრობილი და სულიწმინდა ღმერთი. და თუ დააკვირდებით, აქაც ისევ გავიხსენოთ, მოდი ესეთი სიტყვები სახარებიდან, როდესაც ქრისტე საუბრობს იმაზე, რომ ვერავინ ვერ მივა მამასთან ჩემ გარეშე, იმიტომ რომ ქრისტე არის ზუსტად ეს კარი, საიდანაც ჩვენ უნდა შევიდეთ აი ამ მამის წიაღში და მან გამოთქვა ზუსტად აი ეს საიდუმლოებები, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით და რომელზეც საუბარი არის ხომ სახარებაში და სულიწმინდა ღმერთი, რომელიც აღუთქვა მოციქულებს და მთელ კაცობრიობას მისი ამაღლების შემდეგ და რომელიც რაიმე განსხვავებულს კი არ გადაგებდა, არამედ დაამოწმა ყველაფერი ის, რაზეცაც თქვათ ქრისტემ ისაუბრა და რა საქმეებიც ქრისტემ აღასრულა. და აი ჩვენ ხედავთ აი სამივე პირის თანხვედრას, ხო, ანუ სამივე პირის ასე ვთქვათ ძალიან უხეში სიტყვა ეს თანამშრომლობა, მაგრამ უფრო კარგად რო ვთქვათ, აი ეს ერთინება რო აქვთ და ერთი მოქმედება რო აქვთ და როგორ სამივე მონაწილეობს ადამიანის გამოხსნაში, მამა ღმერთიც, ძე ღმერთიც და სულიწმინდა ღმერთიც, ხომ? და მოდით ვთქვათ, აი ესეთი კიდევ ერთხელ შეხედეთ აი მთლიანობაში უფრო ახლოდან მათი გამოსახულებები და თქვენ დააკვირდებით აი მათი მზერაც ერთმანეთისადმი, მათი ხელებიც, ეს მაკურთხეველი ხელებიც და ასევე კვერთხიც, ნახეთ, აი ეს მამის ჰიპოსტას, რომელიც შეესაბამება, მისი კვერთხი არის, ასე ვთქვათ, სწორი და მტკიცეთ ასე რაღაც სამეფო იმით უჭირავს. და ძე ღმერთისაც და სულიწმინდისაც აი თუ დააკვირდებით, აი რაღაც თანაბრად არიან მასთან მიმართებაში, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს, ნახეთ, ის კი არ არის, რომ ნახეთ, მამა ღმერთი თითქოს სულ რაღაც აღმატებულია, ძე ღმერთი ცოტა დაბალ საფეხურზეა და სულიწმინდა უფრო დაბალზე, არა. ასეთი ერესები პირველ საუკუნეში იქმნებოდა და ეს არის აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ასე ვთქვათ, თუ აი მირზა გაიხსენებს ალბათ, როდესაც საუბრობდით დოგმატებზე, ხოლმე დოგმატიკის ლექციაზე, მამა ღმერთი როგორც წყარო, ხო? ასე ვთქვათ, და თუ რაღაცით ასე ვთქვათ, მეტს ამბობენ არა, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა უფრო აღმატებულია, არამედ ის, რომ აი ეს არის, მოდი ვთქვათ, წყაროს სათავე, ანუ ესეთი შედარება ჰქონდათ ხოლმე მოყვანილი და მიზა გთხოვრათ, თუ არასწორად ვამბობ, რომ შემისწორო. არა, ჯო, არანაირად, სწორად. მზის მაგალითიც რომ მოყავს კირილი ალესანდრიელს, წმინდა კი კირილი ბატონო, ალესანდრიელს, მზის კი ბატონო, დისკო მამა ღმერთი, რომელიცაგანაც გამოდის ძე და სულიწმინდა სითბო და სხივი. კი ერთ-ერთი ბატონო. ყველაზე საყვარელი განმარტებაა ჩემი სამების დოგმატის მზის მაგალითი. ნუ თავისთავად მზეში არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ღმერთი, მაგრამ სიმბოლური განმარტება სამებისა. კი ბატონო. კი ბატონო, და აბსოლუტურად ერთ ჩანართსაც გაუკეთებდი, როცა იქ აბრაამის მაგალითი მოყავთ მამებს, იქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მე რაც დავინახე არის ის, რომ ერთი, რომელიც უკვე ასე ვთქვათ, ცუდი სიტყვა ვაჭრობა, მაგრამ აბრაამი პირდაპირ კი ბატონო. ევაჭრება მას იმ ერთს, რომელიც მასთან დარჩა და ორი მიდის სოდომ გომორში ლოთთან და რატომ მიდის ის ორი და ერთი რატომ რჩება, ესე ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ეს ხო მე აღარ გავაგრძელე მსჯელობა და მადლობა მირზა, რომ ასე ვთქვათ,
გაგვახსენა ეს ფაქტი და ხო, აი ესეც ვთქვათ, მაგრამ რადგანაც აი ამ ისევ აი ამ წიაღში ვტრიალად ჯერჯერობით აი ა ブラ ამის გარშემო, ხო? და თქვენ იცით, რომ აი მირზამ როდესაც ახსენა ეს ასე ვთქვათ, სოდომში რომ მიდიან ორი ანგელოზი და ერთი რჩება ა ブラ ამთან, ზუსტად აი ძეღმერთის ასე ვთქვათ, ძეღმერთს ესაუბრება ამ დროს ა ブラ ამი და სთხოვს რას, ხო, ეს იცით თქვენ, რომ თუ 50 მართალი მაინც იქნება გაანადგურებ ამ ქალაქებს და ღმერთი რო ეუბნება, რომ ხო, დავინდობთ 50-ს იპოვიან ანგელოზები და მე ესე ჩამოდის ა ブラ ამი, იმიტომ რომ ვერ პოულობენ ამ 50 კაცს, მე ჩამოდის 40-ზე, 30-ზე, 20-ზე და ასე და ბოლოს მხოლოდ და მხოლოდ ლოთი და მისი, ასე ვთქვათ, შვილები და მეუღლე გამოდიან ამ ქალაქიდან. ხო, და ესეც არის ზუსტად მიმანიშნებელი იმისა, რომ აი არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ანგელოზები იყვნენ, არამედ წინ და წინვე ასე ვთქვათ, ძეღმერთს ასე ვთქვათ, ესაუბრებოდა ა ブラ ამი და ეს გადამიხდა სლაიდი ცოტა იქით. და მოდი ვთქვათ ესეთი რამ. როდესაც საუბარი არის ასე ვთქვათ შესაქმეზეც, იქაც ასე საუბრობს მოსწინასწარმეტყველი, რომ ჩვენ ქართულში გვაქვს ესე, რომ დასაბამად შექმნა ღმერთმა ცადა ქვეყანა და ებრაულ დედანში წერია ესეთი რაღაცა, რომ დასაბამად შექმნა ღმერთებმა ცადა ქვეყანა და თუ დააკვირდებით ეს მხოლობითის და მრავლობითის მიმართება არის ასე ვთქვათ თვალში საცემი, იმიტომ რომ ადამიანსაც რო ქმნის, ხო, იქ ამბობს შექმნათ ჩვენს ხატად და მსგავსად, ვის ხატად და მსგავსად, ანგელოზების ხატად და მსგავსად არ ქმნის ადამიანს, ქმნის თავის ხატად და მსგავსად, ხო? და ასევე აი ბაბილონის გოდოლიც გამახსენდა ახლა, იქ ამბობს ის რაღაცას, რომ ჩავიდეთ და შეურიოთ ენები. ჩავიდეთ და ვნახოთ რა ხდება და მე შეურიოთ ენები. და ანუ ვინები ჩადიან, ხო? ესე იგი, აქ საუბარია ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ, სამივე პირის ერთ მოქმედებაზე და ერთ ნებაზე. და მოდი ესეთი რაღაცაც ვთქვათ, ნახეთ, შემდეგი ფრაგმენტი, რაც მინდა რომ ვთქვათ, ცოტა უკან გადავალ, ნახეთ, ხომ არის ერთიანი ეს ყველაფერი. და ჩვენ ვთქვით, რომ ეს თითქოს ფრთებით ზღუდავს გარე სამყაროს ესე ვთქვათ, შიდა წიაღიდან. და თუ დააკვირდებით, ესე იგი, ესენი შედან ტრაპეზის გარშემო, არა, მაგიდის გარშემო. და მოდი ვთქვათ ესეთი რამ, რომ ეს არ არის უბრალოდ სუფრა და სუფრის მაგიდა, რაც არის გაწყობილი, ასე ვთქვათ, თუნდაც აი ჩვენ რომ მივიდივართ ხოლმე სტუმრად, ან ჩვენ თვითონ რომ ახვედრებთ სტუმრებს, ხო? რაღაცა დღესაც სწავლო სუფრას. ეს არის ზუსტად აი ეს ტრაპეზი, რასაც და რომელსაც ყოველ კვირას თითოეული ჩვენგანი მიახლება და იღებს წმინდა ზიარებას. და თქვენ ალბათ უკვე დააფიქსირებდით, რომ აი ეს თასი, აი ეს სასმისი, რაც აი აქ არის არა უბრალოდ, ასე ვთქვათ, რაღაცა ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებულია დაკლული კრავი, არამედ ალბათ გაგიჩნდებოდათ ასოციაცია, რომ ეს არის ზუსტად წმინდა ბარძიმი, საიდანაც ჩვენ ვეზიარებით მაცხოვრის სისხლსა და ხორცს. და ეს არის ზუსტად ის ტრაპეზი, რომელიც არის აღმართული საკურთხეველში და რომლის გარშემოც არის აშენებული მთელი ეკლესია. და ნახეთ, ესეთი ამბავია, რომ ცოტა გავადიდებ აი ამ ლაზერს, უცრავად, კარგად რო აღვქვათ. და ნახეთ როგორ რაღაცა ესენი შედან სკამზე, ხო, ტახტზე არიან დაბრძანებულები. და თუ დააკვირდებით, თითქოს აი ეს ტახტიც შიგნით სიღრმეში მიდის, ანუ სამივე ერთ ტახტზე არის დაბრძანებული. ნახეთ, აქ ვინც ხატავთ ან ვინც ასე ვთქვათ, ხაწერაზე დაადეხართ, აი შეამჩნევთ, რომ რაღაცა არ არის ხო პროპორციულად და პერსპექტიულად განაწილებული ეს ასე ვთქვათ მონაკვეთი. ნახეთ ტახტის თითქოს აი ზომებში არის აცდენა და ცოტა თანაბრად არის დადგმული, თითქოს რაღაცა გამოწეული არის უკანა მხარე და არ შეესაბამება მაგალითად იმ პერსპექტივის ასე ვთქვათ წესებს. თუ ხარდასდები, მოვისმენთ თქვენს მოსაზრებას, აბა რას ფიქრობთ აი ამ მონაკვეთზე? არის აი გვხვდებათ თუ არა ასე თვალში, რომ აი თითქოს და რაღაცა აი ერთ სიბრტყეზე არის ეს ტახტი მოთავსებული და ნახეთ აი ფეხებიც, აი ეს კვარცხლბეკი, რაზეც არის დაბრძანებული მათი ფეხები, არის თანაბარი, ხო, აი თანაბარ სიმაღლეზე არის.
თითქოს ანუ არანაირი ის არ აქვს, რომ ერთი ჩამოდებული აქვს სუსუ ქვემოთ, აი აქ მაგალითად, სადაც ჩვეულებრივი უკვე ის არის, მაგალითად მიწა ან ჩვეულებრივი იატაკი. რამე კითხვა ხო არა გაქვთ აი იქამდე, რაც ვისაუბრეთ აქამდე. იმასთან დაკავშირებით, რაც ვისაუბრეთ აქამდე. კარგით, გავაგრძელებ მაშინ. და დააკვირდით რას, ნახეთ. ესე იგი, როგორც ვთქვით, ეს არის ზუსტად აი ეს წმინდა ტრაპეზი. და აი აქ არის, ნახეთ, პატარაზე ამოჭრილი ეს რაღაცა ოთხკუთხედი ნაწილი. ეს უბრალოდ არ არის ამოჭრილი სილამაზისთვის. ეს არის, ასე ვთქვათ, რუსეთის ეკლესიაში ტრაპეზი როცა შენდება, ხო? აი მათ აქვთ ესეთი შესადგმელი ტრაპეზში და აი აქ დაბრძანდება ხოლმე წმინდა ნაწილი. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ტრაპეზი უნდა იყოს დაშენებული აუცილებლად რომელიმე მოწამის, ასე ვთქვათ, სხეულზე ან მის წმინდა ნაწილზე, ხომ? და ჩვენთანაც რომ შენდება ტაძარი და ტრაპეზი აღემართება, იქ ჩაბრძანდება რომელიმე როგორც ვიცი, ჩვენს ეკლესიაში ყოველთვის ჩაბრძანდება 6000 გარეჯელი ბერების, ასე ვთქვათ, წმინდა ნაწილი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, აი თითოეული პატარა მათი ნაწილი რიგდება ამ ტაძრებში და შემდეგ ჩააბრძანებენ წმინდა ტრაპეზში. და ხო, მოდი ვთქვათ, აი უკანა ხედსაც მივაქციოთ ყურადღება, ნახეთ. აი ამ ანგელოზის უკან არის სახლი. და ეს სახლი არ არის დასრულებული. მე შეიძლება ცოტა წინასწარ მოვლენებს, მაგრამ მოდით ბარემ ვთქვათ ესეც რომ არ გამოგჩეს. ნახეთ, ესე იგი, ეს სახლი არ არის დასრულებული. თქვენ გაგახსენდებათ სახარებიდან ასევე ის სიტყვებიც, რომ როდესაც მაცხვარი მიმართავს მოწაფეებს და ეუბნება, რომ სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან და შემდეგ როცა ესაუბრება მოციქულებს და ეუბნება, რომ წავა და გაგიმზადებთ თქვენ სავანეს და მოვალ და წაგიყვანთ თქვენ. და აქ საუბარი არის იმაზე, რომ აი ეს სახლი, რომელიც შენდება და ჯერ არ არის დასრულებული, ხო, თუნდაც ელოდება ზუსტად აი ამას, რომ ადამიანმაც დადოს თავისი წილი ქვა ამაზე, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, ჩვენი ცხონება, ღმერთი არავის არ აცხონებს ძალით. და აქ უნდა იყოს ჩვენი ნებაც და აი თუ გაიხსენებთ მიქელანჯელოს, ასე ვთქვათ, ცნობილ ფრესკას ღმერთის და ადამიანის თითის შეხება, სადაცაა ხო გამოსახული. აი ეს მონაკვეთი, რომ ადამიანი უნდა შეეხოს, ხო იქ ხო ადამს დახრილი აქვს თითი. და ეს ზუსტად არის აი ეს ის, რომ გამოვლინება ადამიანის თავისუფალი ნების. გაასწორებს თუ არა ადამიანი თითს და შეეხება თუ არა ღმერთს, ანუ მოიყვანს თუ არა საკუთარ ნებას ღმერთის ნებასთან თანხვედრაში. გეციმანი რომ გავხსენოთ ისევ იყოს არა როგორც მე, არამედ როგორც შენ გნებავს. ასევე აი ღვთისმშობლის ხარების მაგალითი, ხო? ეჰა მხევალი ღვთისა, მე ყავმე სიტყვისაებ შენისა, როდესაც ეუბნება გაბრიელ მთავარანგელოს, ხო აი აქაც ღვთისმშობელი გვანახებს ამის მაგალითს, რომ საკუთარ ნებას უმორჩილებს ღმერთის ნებას. და ასე ვთქვათ, აი ეს არის ზუსტად ის გზა, რაც ადამიანს მიიყვანს სრულ ყოფილებამდე და რომელიც შეიყვანს აი ამ წმინდა სავანეში, რომელსაც ამზადებს მამა ყველა, ასე ვთქვათ, მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. და თქვენ ხედავთ, აი შუა ანგელოზის, აი ძაღმერთის უკან არის ხე. და ეს არის ზუსტად ჯვრის სიმბოლო. ეს ხე და იცით, რომ ასე ვთქვათ, აი ამ თვითონ ამ ჯვრის ხეს რაც უკავშირდება, ეს აბრაამის მიერ დარგული ერთი ჩაგდებული ერთი თესლისგან, რომ აღმოცენდა, ასე ვთქვათ, სამი სხვადასხვა ჯიშის ხე, ხო, ეს იყო ნაძვი, ფიჭვი და ისა სარო, ხო, ესე რქვა მეგონი ქართულად, როგორც მახსოვს და ზუსტად აი ამ ხისგან, რომელიც აბრაამა თავის დროზე დარგო, შემდეგ უკვე მაცხოვრის ჯვარი, ასე ვთქვათ, შექმნეს, გამოთალეს და ამას კიდე ერთი ცნობა უკავშირდება, რომ თითქოს ეს ხე მთელი წლების მანძილზე გადებული იყო სილუამის საბანელზე, რომელშიც ჩადიოდნენ ადამიანები და იკურნებოდნენ და შემდეგ უკვე ესეც აი ეს მაცხოვრის, ასე ვთქვათ, ჯვრად იქნა გამოყენებული. საიდანაც დაამზადეს იესოს ჯვარი. და სულიწმინდის უკან არის კლდე. და თქვენ გახსოვთ, როდესაც ასე ვთქვათ, რამოდენიმე ფრაგმენტი და ერთ-ერთი არის, როდესაც პეტრე მოციქული აღიარებს იესო ქრისტეს
ასე ვთქვათ, მამის ძეთ და მეუფედ და ღმერთად და რას პასუხობს ხო ქრისტე, რომ ეს მამამ გამოგიცხადა და შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და აი ზუსტად ეს არის სულიწმინდის უკან, რადგანაც ეკლესიაში ჩვენ თქვით წეღანაც, რომ ყველაფერი სულიწმინდის მადლით არის, ასე ვთქვათ, შეერთებული და ყველგან სულიწმინდის მადლი მოქმედებს და ეს კლდე, რომელიც არ არის თვითონ პეტრე, არამედ ის რწმენა, რაზეც დგას პეტრე და სხვა დანარჩენი მოციქულები, ხო? ამაზე არის აი რა რწმენაზე, რომ იესო ქრისტე არის ღმერთის ძე და რომ ის მოვიდა ამ ქვეყნად ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. აი კიდევ ერთი დოგმატის, ასე ვთქვათ, გამოვლინება, ასე ვთქვათ, თავისი სრული სახით, ხო? აი ეს ორი ფუნდამენტური დოგმატი მართლმადებელ ეკლესიაში, რაც არსებობს, ეს არის წმინდა სამების დოგმატი და ძეღმერთის განკაცების დოგმატი, მისი ორი ბუნების დოგმატი და ასე შემდეგ. აი, როდესაც დოგმატებზე ხოლმე საუბარი ზოგადად ცოტა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ყურისთვის ხანდახან შეიძლება იყოს დამღლელი, მაგრამ აი ეს არის ზუსტად მაცხონებელი, იმიტომ რომ სწორი დოგმატები და სწორი, ასე ვთქვათ, გაგება, ასე ვთქვათ, სარწმუნოებისა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ჩვენი ცხონებისა. და ნახეთ, ესეთი ამბავია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ სიმბოლურად, ასე ვთქვათ, აი ამ ანგელოზების ასე ვთქვათ, შესამოსლებზე და მათ, ასე ვთქვათ, დახრაზე და დინამიკაზე და აი მთელ აი ამ დიალოგზე, აი ამ ხატში, რომელშიც არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები და როგორ ვლინდება ეს ყველაფერი, აქვე ვთქვათ ისიც, რომ წითელი ფერი არის მოწამეობის ფერი, ეს გამორჩა რომ ეთქვა, წითელი ფერი არის მოწამეობის ფერი და იცით, რომ იესო ქრისტემ დაითმინა ყველაზე დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა, რა ვიცი, არა მარტო მთელი კაცობრიობის ისტორიაში, არამედ ეს ღმერთმა გვიჩვენა ჩვენ უკიდურესი თავმდაბლობის მაგალითი. და აი ეს ხელი, როგორც გითხარით, თითქოს უკვე უნდა აწიოს, აი ესეთ მდგომარეობაში აქვს, თითქოს უკვე უნდა აწიოს, რომ აიღოს აი ეს თასი და შესვას, ანუ უნდა განკაცდეს და გამოიხსნას ადამიანები. და დააკვირდით, ნახეთ აი ამ ფეხებს. ეს ფეხები, აი ეს ნაწილები, ნახეთ, თითქოსაც და აი ამ ანგელოზებისა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აი ამ ჰიპოსტასაც თითქოს შეიძლება ეკუთვნოდეს უხეშად რო ვთქვათ, რომელსაც თითქოს აი აქუდევს თავის ფეხები, ანუ აი კიდევ ერთი მინიშნება იმისა, რომ სამივე ჰიპოსტასი, სამივე პირი, მოდი ესე ვთქვათ, სამივე პიროვნება არის თანაბარ მოქმედება, ასე ვთქვათ, აქვთ ერთი მოქმედება და ერთი ნება. და ნახეთ, როგორ რაღაცა არის აი ამ ხატზე, აქეთ ამ მხარეს, უბრალოდ აი ეს უფრო გაშავებული რო გვაქვს და ფერები ჩამოცილებული გვაქვს, თქვენ დააკვირდით, ახლა ნახეთ, რას შუაში ხო არის ეს ცენტრალური ფიგურა, მოდი ესე ვთქვათ, ცენტრალური ანგელოზი, ხო? და აი ამ ხაზს რო დავუყვეთ, ნახეთ, აი ლაზერით რასაც დავუყვები, დააკვირდით, აი ესე რო ჩამოვუყვეთ, ასე და ასე, ქმნის ბარძიმს. ნახეთ, აი ზუსტად იმ ბარძიმს, რასაც საიდანაც ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს და ამას ახლა უფრო კარგად განახებთ, ნახეთ, აი, დააკვირდით. რო აღვიქვათ უფრო კარგად შეხედეთ, აი ეს ბარძიმის ფორმა იქმნება ზუსტად აი აქ, ნახეთ, აი ამ ფიგურების, აი ამ ხაზებით და აი ამ ბარძიმის შუაში, აი ამ ბარძიმის ცენტრში არის ძეღმერთი, ასე ვთქვათ, იესო ქრისტე. აი თუ დააკვირდეთ, აქ ეს ბარძიმი თვითონ ხატის და აქ თავად უკვე ის, ვისაც ჩვენ ვეზიარებით, ხო, ეს სისხლსაც და ხორცსაც ჩვენ ვიღებთ და ვეზიარებით. რაიმე კითხვა ხო არა გაქვთ? კი ბატონო, გავაგრძელოთ. და აი კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მოხაზულობა აი ამ ფიგურისა და აი ამ ხაზებისა, რომ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩნდეს ეს ყველაფერი და ნახეთ, როგორ რაღაცა
ჩვენ როდესაც საუბრობდით აი ამ ყველაფერზე, აი ნახეთ, აი აქაც სადაც დახაზულია და აქაც სადაც მარტო ეს შავ-თეთრი ის არის, კარგად იკვეთება აი ამ ბარძიმის ფორმა, თუ დააკვირდებით. და თავარი რაც არის, ნახეთ, ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ალბათ, აი ამ ხატში დატოვებული არის აი ეს წინა ნაწილიც, ხო, აი ეს ამ ანგელოზებს ესე კი არ აქვთ, ასე ვთქვათ, შემორკალული ეს ფრთები, რომ ჩვენთვისაც ბოლომდე არ იყოს დასანახი ეს ყველაფერი. არამედ არის აი ესეთი საოცარი დეტალი დატოვებული და რა დეტალია ეს, ნახეთ, აი თითქოს ყველა მის აი ამ ხატს უმზადებს და მათ შორის ახლა ჩვენც აი აქ ვართ, აი ამ დიალოგის შემსწრე, აი ამ მარადიული დიალოგის შემსწრეები ვართ, რაც ხდება აი ამ ყველა წმინდა სამება, აი როგორ სიღრმეში შევყავართ ღმერთს, რომ აი ამ ყველაფრის თანამონაწილეს გვხდის და ერთ-ერთი მთავარი დეტალი, ნახეთ, აი ამათი კვარცხლბეკი, სადაც აი ეს ფეხის დასადგმელი, სადაც მთავრდება, ხომ? აი აქა ჩვეულებრივი ადგილი, ხო, აი ჩვეულებრივი დასადგმელი, რაზეც უკვე დგას მთელი ტახტი, მაგიდეს ტრაპეზი და ასე შემდეგ. და გახსნილი არის ეს წინა სივრცე, ანუ ჩვენ ვუყურებთ აი ამ ყველაფერს, აი აქ რაც აქ ხდება და უყურებთ კრავს, რომელიც ჩუაში არის, რომლის სისხლსაც ვეზიარებით და აი ეს დეტალიც რაც დასაწყისში თქვით, ხო, რომ აი აქ წმინდა ნაწილი იდება, ხო, რომელიმე მოწამის. აი აქ რუბლიოვმა დატოვა საინტერესო გასაღები. ნახეთ, აი წარმოვიდგინეთ, დგახართ ამ ხატის წინ და აი ამ სიღრმეში შევყავართ ღმერთს, აი ამ დიალოგის სიღრმეში შევყავართ ღმერთს და აი აქა ზუსტად დატოვებული ადგილი ადამიანისთვის, რომ ადამიანი წარდგეს წმინდა ტრაპეზის წინაშე, წმინდა ბარძიმის წინაშე და ეზიაროს იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს და მისი სიწმინდეც, ასე ვთქვათ, აკიაფდეს, როგორც ვარსკვლავი და აი ჩაბრძანდეს აი აქ, როგორც, ასე ვთქვათ, განწმენდილი და სუფთა სულისა და გონების პატრონი ადამიანის და აი ამ წიაღში ჩაიკრას ღმერთმა, საკუთარ წიაღში, ანუ სასუფეველში ჩაიკრას ღმერთმა ეს ადამიანი და ის თითოეული ადამიანისთვის არის აი ეს ყველაფერი, ალბათ, მოდი ესე ვთქვათ, ამომავალი წერტილი, აი რა სიღრმეში, როგორ ჩაგვიკრა ღმერთმა გულში, რომ აი ამ ღვთაებრივ ნაწილში, ასე ვთქვათ, მოგვახვედრა ჩვენც და მოგვცა იმის საშუალება, რომ ვიზიაროთ მის წმინდა სისხლსა და ხორცს და განვიწმინდოთ და აი მისი ტრაპეზის ნაწილი გავხდეთ. აი აქ ჩავაბრძანოთ ჩვენი სიწმინდე, ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. და ხო, და ვთქვათ ესეთი რამაც, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, აი თუ დააკვირდებით, როგორი უბრალო ხატი არის. უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სასწაული ამ ხატს, ხო, აი როგორც მაგალითად არსებობს, ხო, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიმე წმინდანების სასწაულმოქმედი ხატები და თუნდაც მაცხოვრის, ხო, ხელთუქმნელი ხატები, სასწაულმოქმედი ხატები, ეს ყველაფერი აი არანაირი სასწაული არ მოუხდენი აი ამ ხატსო. მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული ალბათ არის თვითონ აი ეს ხატი, რომელიც აი ამ ხელა სიღრმეებს გვიცხადებს და რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი დაუფიქრდეთ ჩვენს თუნდაც სულიერ შინაგან ცხოვრებას, ჩვენს სულს, გონებას, გულს და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ აი წარვდგეთ აი ამ წიაღში, რომ ასეთი სიახლოვე განვიცადოთ და მივიახლოთ ღვთაებრივ საიდუმლოებებს და აი ეს რომ აღვნიშნეთ, რომ ნახეთ აი ეს მაცხოვრის, აი ეს შესამოსლის ეს ნაწილი, რომელიც გადმოშვებული არის და ჩამოდის ფაქტობრივად აი ამ წმინდან ბარძიმში, აი ეს არის, რომ აი ეს ზიარებით ადამიანს საღვთო საიდუმლოებებიც ეცხადება და ასევე შედის აი ამ წიაღში, ღმერთის წიაღში და როგორ ამბობს ხო სახარებაში მოცხოვარი, იყავით სრულ, როგორც თქვენი ზეციერი მამა არის სრული და თუნდაც ფსალმუნში ხო დავით ტკბილად მგალობელი, ასე ვთქვათ, მეფსალმუნე, როდესაც ამბობს დადგა ღმერთი, ხო, შესაკრებელსა ღმერთასა და შორის ღმერთნი განეკითხნეს. აი აქაც ერთი ის, რომ სხვადასხვანაირი განმარტება აქვს ამ ადგილს და თუნდაც ის, რომ შეიძლება წარმართულ ღმერთებზე არის საუბარი და მათ, ასე ვთქვათ,
უსულობაზე და არაფრის ქვნადობაზე, მაგრამ აქ კიდე ერთი განმარტება არის, რომელიც ამბობს, რომ ეს ღმერთები არიან ადამიანები და ეს დადგა ღმერთებს შორის და განიკითხეს, ანუ ეს დიალოგი მოხდა მათ შორის, ეს ასე ვთქვათ, საუბარი ღმერთს ადამიანს შორის და კიდევ ერთი მონაკვეთი ფსალმუნიდან, სადაც ამბობს, რომ მე ვთქვი ღმერთის სამეხარს და შვილნი მაღლისანი. გახსოვთ ალბათ ეს მონაკვეთიც და საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, რომ ჩვენ ყველანი როგორც ღმერთის მემკვიდრეები, როგორც მისი ძეები, მისი ასულები, აი ესე ვართ, აი ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულები და შესაბამისად, როგორც ძე ღმერთი განკაცდა და ასე ვთქვათ, გაიარა ამ ქვეყანაზე ურთულესი გზა, ეს გოლგოთის და ჯვარცმის გზა, ასევე ჩვენც მოწოდებული ვართ, რომ აი ამ გზას შევუდგეთ და როგორც ამბობს ხო ქრისტე, რომელსაც უნდა შემოდგომაც ჩემდა, აღიღენ უარყავ თავისთვის, აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინ მე. და აი ეს ადამიანებს უკვე აქვთ უხვი წყალობა. ეს არ არის ის, რომ სიტყვაზე ავირიდოთ, ან რაღაცნაირად გამოვძვრეთ აი ამ სირთულეებიდან არა, იმიტომ რომ აი ეს წმინდა მამებთანაც, წმინდა დედებთანაც და მოწამეებისგანაც ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ ითხოვდნენ არა განსაცდელის არიდებას, არამედ გაძლებას აი ამ განსაცდელში, მოთმინება რო გამოემუშავებინათ, ასე ვთქვათ, მოთმინების უნარი რო ჰქონოდათ და რო გაეძლოთ აი ამ სირთულეებისთვის და შემდეგ უკვე მიეღოთ თავიანთი მოწამეობრივი გვირგვინიც და თავიანთი, ასე ვთქვათ, საზღაურიც აი ამ ყველაფრის შემდეგ, რაც არის უკვე უშუალოდ ღმერთთან ყოფნა და მისი ჭვრეტა, მისი პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჭვრეტა, განცდა და უკვე სხვა, ასე ვთქვათ, დონის ურთიერთობა ღმერთთან და აი ეს ნაწილიც, რომელიც უკვე გახსნილი არის და მთლიანად ვუყურებთ აი ამ ყოვლადწმინდა სამების სამივე პირს, ხო, და გვაძლევს საშუალებას, რომ მივიახლოთ აი ამ ყველაფერს, არის უკვე ჩვენზე დამოკიდებული, რამდენად მოვინდომებთ, რამდენად შევძლოთ და ადრე ერთმა ადამიანმა მითხრა ესეთი ამ სიტყვები კარგად ამომახსოვრდა, რომ ესე იგი სასუფეველის გზის გავლა, ცხონობის გზის გავლა არავის არ ეხალისება, იმდენად რთულია, მაგრამ ეს არის ზუსტად აუცილებელი, ხო? და აი იმას რომ ამბობს მაცხოვარი, რომ რომელიც აიძულებს საკუთარ თავს, ის მიიტაცებს კიდევაც სასუფეველს. და აი მოკლედ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის და რისი, ასე ვთქვათ, რის შესახებაც ვიმსჯელეთ დღეს და ვისაუბრეთ დღეს. კითხვები ხომ არა გაქვთ, მოგისმენთ? სანამ სხვები თავიანთ შთაბეჭდილებას გაგვიზიარებენ ან კითხვებს დასვამენ, მე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის სახელით, გაბრიელ, რომ ისევ შემოგვიერთდი და განსაკუთრებული ლექცია წაგვიკითხე, პირადად ჩემთვისაც ძალიან გასაოცარი ლექცია იყო, ბევრი რაღაც გავიგე ზოგადად ხატწერაში და იკონოგრაფიაში დიდად არ ვერკვევი. გაბრიელი მოყვარული ხატმწერი არის, გაბრიელიც ძალიან კარგად ასრულებს ამ საქმეს. ჩემთვისაც აქვს პირობა მოცემული, რომ ხატი უნდა დამიწეროს. გაბრიელ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მართლაც საინტერესო იყო, ბევრი დეტალი გავიგე, სიახლე მეც და მართლაც გასაოცარი ხატია თავისი ყოველი დეტალით. გაიხარე, დიდი მერსა. მადლობა, რომ ასე გაგვიზიარე ამ ხატის იკონოგრაფია და ასე გამომწურავად გვესაუბრე სამების დოგმაზე და ზოგადად განკაცების შესახებ და ძალიან კარგი მაგალითებიც მოიყვანე. კითხვები, დაბეჭდილებები თუ ვინმეს გაქვთ, კარგი იქნება რომ ჩაგვერთოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. კითხვები ცოტა ისეთი არის, ეხა რაღაც კითხვები კი მაქვს, მაგრამ ისე საინტერესოდ საუბრობდი, რომ აი ჩემს კითხვებს როგორც მებადებოდა კითხვა, ისე პასუხი ჩდებოდა და შესაბამისად მე ვიტყვი მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებას აი ამ ლექციის მიმართ, რომ რაც
ან ჩვენი საკვირაო ონლაინ ესე იგი სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო მოხსენება იყო დღეს, რაც შეიძლება ითქვას და ძალიან საინტერესო, ამომწურავად და რა ვიცი, გასაგები რაც ყველაზე მთავარი არის, შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ისეთი სიტყვებით რომ გაუგებარი იყოს ადამიანისთვის, და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და გასაგები იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ თითოეული აი 6 მენელისათვის. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები და მადლობა რომ ხართ ჩვენს გვერდით და შეგეწიოთ ყოვლადწმინდა სამება. გაიხარეთ დემეტრე, ასევე მიხარია თუ არ იყო დამღლელი და არ იყო ასე ვთქვათ რაღაცა რუტინული ეს ყველაფერი. არანაირად, გაბრიელ, აი წერენ კესარია წერს, რა საინტერესოა, ლანა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა, ხატი მართლაც გასაოცარია და ინფორმაცია ძალიან ამოწურავი იყო, ძალიან მადლიერი ვარ, ვერ ვესწრები სრულფასოვნად და გული მჭდება, არაუშავს ლანა, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ჩვენი ჩანაწერის განთავსდება YouTube-ზე, როცა დამუშავდება. ამიტომაც არ გექნებათ ეს დანაკლისი და შევავსებთ. მარიამ სულაბერიძე წერს ასევე, არ ვიცი, საოცარი ლექცია იყო, მინდა ყველა მისი წინადადება მრავალჯერ გადავიმეორო და აუცილებლად კიდევ ვნახავ ჩანაწერს, არ მეყო, სამებიცხად სულ სხვანაირად შევხედავ, ამის შემდეგ უღრმესი მადლობა ყველას და დღეს განსაკუთრებით ჩვენ სტუმარსო. მადლობა მარიამ, გაიხარეთ. შეიძლება ორი სიტყვით თქვით რომ მადლობა დიახ, გადავხადო ბატონ გაბრიელს, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო მოხსენებისთვის, აი ყველაფერი იყო ძალიან გასაგებად, მართლაც დავთანხმები მარიამს თუ არ ვსდები რომ აი სულ სხვანაირად შევხედავ დღეიდან სამებიცხად და აი ესე ძალიან დაღლილიც არ იყო გასაგებად და ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ დავით, დიდი მადლობა და აი სხვათა შორის ერთ სიტყვი უბრალოდ როდესაც ეს ყველაფერი მეც ასე ვთქვათ მოვნახე და გადავაზიარებ, გადავხარშე უბრალოდ გონებაში, ჩვენც გვაქვს ტაძარში ეს ხატი, დიდი ხატი არის საკმაოდ და უბრალოდ დავდექი მის წინ და აი ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და თითქოს მართლა შედიხარ აი ამ სიღრმეში და რაღაცა საოცარი ის იბადება, განცდა და გრძნობა გეუფლება. და ამ ყველაფრის მერე ეს ხატი ჩემთვის პირადად გახდა რაღაცა გასაოცარი, რა ვიცი, სიბრძნის და ასე ვთქვათ ინფორმაციის თუნდაც და ის სიყვარულის კიდევ ერთი მტკიცებულება აი ამ ყველაფრის მიმართ, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ და კი სხვადასხვა ინტერპრეტაციები არის და ადრე უფრო მომწონდა ხოლმე ეს ბევრი თუნდაც აბრაამი და სარაც როცა იყვნენ გამოსახულები და ბევრი სხვადასხვა დეტალი როცა იყო, მაგრამ როდესაც უკვე თვითონ ორიგინალი ხატის აი ამ ინფორმაციას ვეცნობოდი უკვე ხო აი ეს თვითონ ეს ორიგინალი ხატი ძალიან შემიყვარდა მე პირადად და მიხარია თუ თქვენც ასე რაღაც სხვანაირად უკვე შეხედეთ ამ ხატს და სხვანაირი ის დაგეუფლათ განცდა აი ამ ყველაფრის შემდეგ. გაიხარეთ და ერთს დავამატებ კიდევ, რადგანაც მირზა ხატებზე რომ საუბრობთ და წინა შეხვედრაზე ნათლისღებაზე ქონდა საუბარი, იქ მაშინ გამოვრჩა რომ მეთქვა რომ ადრეულ საუკუნეებში აი ნათლისღების ხატზე იესო ქრისტე გამოიხატებოდა სულ შიშველი. თქვენ გექნებათ ალბათ ნანახი ეს ესეთი ხატები, სადაც წყალში მაცხოვარი დგას შიშველი და ეს კვართით, ასე ვთქვათ, უბრალოდ ზეწრით შემოსილი უკვე ცოტა მოგვიანო პერიოდის არისო და რას უკავშირდება თურმე ეს მაცხოვრის გამოსახვა შიშველად, რომ როგორც ადამი შეიქმნა შიშველი თავდაპირველად სასუფეველში და ასე ვთქვათ, აი ეს საღვთო-ნათელი ჰქონდა ხომ მას და არც ერთმანეთის რცხვენოდათ, იმიტომ რომ სხვანაირ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ადამიანები, აი ზუსტად ასევე ქრისტეც ინათლება შიშველი და შემდეგ უკვე აი ის როგორც აი პირველ შესაქმის მსგავსად თითქოს აი ეს ახალი ადამიანის იმას გვაძლევს მაცხოვარი ჩვენ ყველას და ხდება უკვე აი ამ ყველაფრის თავიდან, ასე ვთქვათ, აღქმა კი არა, აი ამ ყველაფრის თავიდან გადააზრება, იმიტომ რომ ვიცით რომ მეორე ადამი და ახალი ადამი არის იესო ქრისტე და აი თითქოს აი ამ შესაქმის რაღაცა პროცესივით არის გამეორებული ნათლისღების აი ამ მონაკვეთში. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და რაღაცა წინა შეხვედრიდან გამომდინარე დამრჩა თითქოს სათქმელი, ხო? და ეს ხატი თავისთავად არის, ასე ვთქვათ, რაღაცა შედევრი მე-15
მე-14 საუკუნეების ასე ვთქვათ. გაიხარე, გაგახაროს მერთმა გაბრიელ. გაიხარეთ. არ დამზარდება მადლიერება შენდამი. პირიქით, აა, ასევე. კიდევ თუ აქვს ვინმეს რა იმის თქმა თუ სურს მასშტაბიჭდილების ან კითხვის შეუძლია. კარგი, თუ კითხვები არ არის, მე იცღა დამრჩენია, რომ დასასრულისაკენ წავიყვანოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოხატავთ გაბრიელისადმი, ასევე მადლიერებას გამოხატავთ თითოეულ თქვენთაგანისადმი, რადგან არ დაიზარეთ და შემოგვიერთდით, ისევ ჩვენთან ერთად ხართ და როგორც დემეტრემ დაწერა წინა შეხვედრის ბოლოს, ნუ მარტის თვეში უკვე დემეტრე 14 მარტია რა ბოლო შეხვედრის თარიღი. ბოლოს დასრულდება ნელ-ნელა შეხვედრის ჩვენი თარიღია 12 შეხვედრები, მარტი და მაგრამ მე ეს შევისრულებ და მე პირველი ეტაპის დასასრული იქნება, ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისი, არ იქნება რაღაც მთლიანი დასასრული, აგრძელებთ ჩვენ, ახლა ვიწყებთ და სხვადასხვა იდეები გვაქვს, შევჯერდებით, დავიგეგმებით და უკვე შემდეგში ახალი შეხვედრები დავბრუნდებით. ჩვენი მომავალი შეხვედრა ისევ იქნება შაბათ დღეს, ისევ ამ დროს და დაგემშვიდობებით დღეს, დიდი მადლობა ყველა ჩართულობისთვის, ახლა გამორთავ ჩანაწერსაც.